მადლობისა თქვენ უყურავთ სოციალურ YouTube არხზე მარიამ შარმანაშვილი ყავს სტუმრად ფიტნეს ზუმბას ინსტრუქტორი და ქალბატონი ლეგენდარული სოფი ლორენის ძალი როგორ ახარ? მადლობა, კარგად ემსადები ახალი წლისთვის. მადლობა რომ მომიწვიე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ასევე შენც დაინტერესდი ზუმბას თემებით და არა მარტო. ხო და მოკლედ ნახოთ აბა როგორ განვითარდება ჩვენი საუბარი, რა უფრო დიდი ინტერესი გამოიწვევს. მოკლედ პირველი თემა გვაქვს ადამიანი ქალი და პროფესიონალი. როგორ დაიწყო თქვენი გზა ზუმბასთან? რაიმე გარდამტეხი მომენტი იყო? კი, ნამდვილად უცხო და წინ გარდამტეხი მოვლენა ჩემს ახალ პროფესიას. პანდემიის პერიოდი იყო, მე ძალიან ბევრი წლის მანძილზე ვიყავი აბსოლუტურად სხვა სფეროში. და ვიყავი საფთეკო ქსელში და მაგ სფეროდან ამ სფეროში გადმოსვლა ძალიან ბევრისთვის იყო ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან, მაგრამ ზუსტად ის მომენტია, როცა არ იცი ცხოვრება რას გიმზადებს, ხო, და თან მე ძალიან მრავალფეროვნების მოყვარული ადამიანი ვარ და მიყვარს ესეთი სპონტანურობაც ხანდახან. ოღონდ პროფესიაში რთულია რომ პროფესიის შეცვლის დრო სპონტანური იყო, მაგრამ ისე მოხდა რომ ძალიან ესეთი რთული ეტაპი, როდესაც მქონდა ცხოვრებაში პანდემიის დროს მომიდა რომ მეორე პროფესია შემეძინა. საერთოდ არ ვფიქრობდი იმ პირველ პროფესიას მივატოვებდი თუ არა მაშინ. და ესე რაღაცნაირად იმიტომ გაჩნდა ეს სურვილი ჩემს ცხოვრებაში, რომ მე თვითონ ძალიან დამეხმარა ზუმბა რაღაცნაირად სირთულების გადატანაში, მენტალური პრობლემების მოწესრიგებაში და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეთქი სხვა ქალებსაც უნდა დამეხმარო აუცილებლად, რადგან მეც დამეხმარა და ჩემზეც იმუშავა. ეს იყო ჩემი პირველი мотиваცია რა იტყვიან და გადავწყვიტე, რომ მეორე პროფესიად მქონოდა, მაგრამ ისე წავიდა მე ჩემი ცხოვრების რიტმი, რომ ხო, ჰობის სახით არც მაშინ არ ვფიქრობდი, რომ სერიოზულად დამეთმოდრო, მაგრამ და დიდი როლიც ექნებოდა თქო, მაგრამ რაღაცა უფრო მეტად დიდი როლი მიენიჭა ჩემს ცხოვრებაში ამ პროფესიას, ვიდრე წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ ის პირველი პროფესია დავტოვე. და გადმოვერთვე თავიდან ბოლომდე აქეთ და აქ ვხედავ ჩემს როლს, თუნდაც როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლოს. ხო, ესეთი ისტორია მქონდა და ვფიქრობ, რომ ბევრი ქალისთვის ესეც იქნება мотиваცია, თუნდაც თუ როგორ შევიცვალე პროფესია, იმიტომ რომ ცვლილებები არის ხოლმე ძალიან დიდ სირთულეებთან დაკავშირებული და ზოგჯერ თუნდაც პროფესიას რო ავირჩევთ, ძალიან ბევრ წელს დავხარჯავთ ამაზე, მე ისე გამოდის ხოლმე, რომ შიში გვაქვს, რომ რაღაცა სხვა რამეს გადავერთოთ, სხვა რამე ვცადოთ და აი ამ თემასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც რაღაცა ცვლილებას ფიქრობ, რომ გჭირდება, არ უნდა შეგეშინდეს და უნდა გაბედო. აი, გაბედო ასე გვაქვს. როგორ გაჩნდა იდეა გაბედე ზუმბას შექმნისა პირადი გამოცდილებიდან, ანუ გარემოს დაკვრობიდან თუ სამყაროსთან თქვენი ურთიერთობით? კი, პროექტი ზოგადად გაბედე ზუმბა, მოდი აქვე იმას ვიტყვი, რომ სანამ ჩემს პროექტზე დავიწყებ საუბარს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის, რომ საქართველოში საერთოდ ზუმბა არსებობს, ქეთევან ზაზანაშვილს, იმიტომ რომ ქეთიმ შემოიტანა ეს მიმართულება საქართველოში და ალბათ რომ არა ის ან ძალიან გვიან შემოვიდოდა, ან ესე აღარ იქნებოდა განვითარებული ამ ეტაპისთვის უკვე. და ძალიან დასაფასებელია ეს ფაქტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალს ეხმარება და დაეხმარება კიდევ და რაც შეეხება პროექტს გაბედე ზუმბა, ესე იგი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტის იდეა, მე დიდი ხანია მაქვს, რომ აი რაღაცა სულ ვფიქრობ, რომ აი ეს რაღაც ქალებს რა ფორმით შევთავაზო, რა ფორმით მივაწოდო ინფორმაცია ზუმბაზე და ეხლა ხანს ერთ-ერთმა ჩემმა მოვარჯიშე ესეთი რაღაც მომწერა, ანუ ამ პროექტს ჯერ სახელი არ ერქვა, ჯერ იყო იდეა და ესეთი რაღაც მომწერა, რომ
მოკლედ, ბევრი წლის მანძილზე ეს ქალბატონი იყო ასოციალური. რა თქმა უნდა, კონფიდენციალური ეს ინფორმაცია და კონკრეტულად სახელებით და გვარებით, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ მაქვს მისგან ეს თანხმობა, რომ რაღაცა ზოგადი ინფორმაცია გავაზიარო და ესეთი რაღაც მითხრა, რომ პირველადო რა ვიფიქრეო, რომ ამდენი წელი არ მქონია კომუნიკაცია გარე სამყაროსთან ესე აქტიურად და ჰქონდა გარკვეული პრობლემები, მენტალური პრობლემები ეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმის და იყო ჩემი გამომწერი და როგორც ითქვა აღნიშნავს და მითხრა, რომ მესართ არ მახსოვდა სიმართლედ ეს მომენტი, როდის შედგა ეს დიალოგი, მაგრამ ადამიანებს როცა რაღაცა ძალიან უჭირთ ან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, აი უჭირთ, ხო? შეიძლება ერთი ადამიანის სიტყვა ძალიან დიდი ცვლილებები მოიტანოს ერთმა სიტყვამ და აი სიტყვა იყო თუმე გაბედე იმ ქალბატონის შემთხვევაში მითხრა რომ მაგ სიტყვამ აი შე რომ მომწერე რომ გაბედეო აი მაგ სიტყვამ გამაბედინაო ეს ნაბიჯი რომ მოვეთხოთ ხო კი და ხო გაბედე იმიტომ რომ გაბედვა ჭირდება გარდა იმისა რომ სიახლეა გაბედვა იმიტომ ჭირდება ამ მიმართულების სავარჯიშო პროგრამას რომ თუნდაც ანუ ქალებისთვის ეს რაღაცა ცოტა ისეთი ფემინინური სენსუალური მოძრაობები რაც ზუმბას აქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში პროგრამაში ცოტა აკომპლექსებთ ხოლმე იცი და ამ ყველაფერს პირიქით მიღება ჭირდება ამ ქალური ენერგიების გაძლიერება ჭირდება მუშაობა და ეს გვეხმარება ეს პროგრამა და სხვადასხვა მარტო ქალებისთვის არ არის მე მაქვს მიმართულება არჩეული რომ ქალებისთვის ვაკეთებ ამ პროგრამას თორე რეალურად ეს სავარჯიშო პროგრამა მამაკაცმა შექმნა კოლუმბიელმა კი ბატონო ფიტნეს ტრენერმა და მოცეკვავემ, რომელმაც აი ეს ძალიან საინტერესო შექმნის ისტორია აქვს. ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ არ ქონდა ჩვეულის პლეილისტი, რომელთაც ატარებდა ხოლმე აერობიკას და აღმოაჩინა მანქანაში, რომ ქონდა ლათინოამერიკულ ჰანგებზე მუსიკა ჩართო და იმ დღიდან დაიბადა ზუმბა და ისეთი სახალისო არის, აი ისეთი სახალისოა და სხვათა შორის იცი რა არის როგორი ამბავია რომ მამაკაცებიც ეხლა უფრო და უფრო ინტერესდებიან ამ პროგრამით. აქვთ სხვა ტრენერებს ისეთი პროგრამა, რომელიც ძალიან გამოკვეთილად ფემინინური მოძრაობებით არ არის დატვირთული, არის რაღაცა ყველა სქესისთვის განკუთვნილი, უფრო რაღაც დაბალანსებული მაკუთხით და შეხოთ მინახავს სხვა ფიტნეს კომპანიებში ზუმბა. კი. ხო, მათ შორის მიყავს და წლების პატარა რომ ვიყავი, ვიტყვი რომ მოდი ხარ დავიკლოთ ზუმბათი, ხარ ვიცეკოთ და პირველად დავიკეთე წლები ვიცი ზუმბა. ძალიან კარგი და სხვათა შორის, ანუ მე სამ ფაქტორად ლოკაციაზე გამომდის რომ ვატარებ ზუმბას და ეხლა არ გავაჟღერებ რომელ ლოკაციებზე, იმიტომ რომ როგორც ვიცი არ შეიძლება რეკლამა რო არ გამოვიდეს. მაგრამ ერთ-ერთ ლოკაციაზე მაქვს ზუსტად ესეთი პროგრამა, რომელთაც შეუძლიათ მამაკაცებმაც ივარჯიშონ ქალებმაც, უბრალოდ ამ როგორ თქვა ვარჯიშებს ჭირდება უფრო გახსნილი გული, რო იტყვიან, იმიტომ რომ ყველას ანუ თითქოს უჭირთ აი ეს კომპლექსის დაძლევა, რაღაცა ამის გადალახვა, რომ გაბედონ უჭირთ ხო და სხვათა შორის ამ ჩემს პროექტს აქვს ორი მიმართულება. ერთი მიმართულება არის ის, რომ სკოლებში და დიდ კომპანიებში მივდივარ პრეზენტაციით, რომელიც გავაკეთე და შევქმენი იმისთვის, რომ ქალებისთვის მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო და საერთოდ გაეგოთ რა არის ზუმბა, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის და დიდ კომპანიებში უფრო იმიტომ, რომ იქ არის ხოლმე ყველაზე, როგორ თქვა, ისეთი ქალბატონები მუშაობენ, ვისაც დღის მანძილზე ფიზიკურად აქტიურობა არ უწევთ, უფრო ჯდომა უწევთ და მათთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ აი რაღაც მიაქციონ ყურადღება თავის ჯანმრთელობას. ენერგიაზე კი, ნამდვილად ეგრეა. ხო, და ეს მეორე მიმართულებასაც ვიტყვი, აქვე მოგახსენებ, ბარემ
რომ მეორე მიმართულება გულისხმობს პლატფორმა შევქმენი სოციალურ ქსელში ზუმბასი და ვავარჯიშებ ქალბატონებს ონლაინ და ეს ანუ რატო ავირჩიეს მიმართულებაც ჯერ იმიტომ რომ ძალიან დიდი мотиваცია მომწეს ემიგრანტებმა იმიტომ რომ ეთქობა საქართველოში რო აღარ არის ის გარემო ენატრებათ და დიდი სურვილი გამოთქვეს რომ შემექმნა ესეთი პლატფორმა, სადაც ამ რაღაც ქართულ მონატრებასაც დაიკმაყოფილებდნენ და თან კიდევ ფიზიკურად აქტიურები იქნებოდნენ და ყველაფერთან ერთად იმიტომ მიხარია რომ შექმნის ონლაინ ზუმბა რომ ბარიერს გარკვეულწილად ბარიერს აქრობ აი თითქოს უფრო ხელმისაწვდომს ხდი ამ აქტივობას გამომდინარე იქიდან რომ უამრავი ქალი ჩაკეტილია სახში იმის გამო რომ კომპლექსი აქვს თავის წონის გამო დარბაზებში მაგიტო ვერ მიდენ ეს არის რაღაცნაირი მანკიერი წრე რომ არ მიდის იმიტომ რომ უკვე ძალიან შეიძლება მომატებელია ზოგი კამერასაც ვერ თავს იდედება რომ აი იქნებ თუდად შემოგვიყვება. იცი რა, სხვათა შორის კამერის ჩართვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პრობლემა არ ქონია ჩემს მოვარჯიშეებთან და ზოგადად ჩემი მიმართულება ეს რა ტიპის ვარჯიშებსაც ვატარებ ხო ზუმბა მე რასაც ვთავაზობ ამ პროგრამას არ არის მხოლოდ ვარჯიში და ამ როგორ თქვა მხოლოდ კილოგრამების დაკლებას არ გულისხმობს. მე მაქვს რაღაცა ზუმბა და თერაპიული თერაპია კომბინაცია მაქვს რაღაც არჩეული, ეს ნიშა მაქვს არჩეული და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ისიც რომ უნდა აღინიშნოს რომ ქალებს ძალიან ხშირად აქვთ ხომ ეს პრობლემა რომ საკუთარი თავის მიღება უჭირთ. ოდნავ ზედმეტი კილოგრამებით უკვე საკუთარი თავის მიმართ ისეთ შეიძლება ითქვას აი არასასრულ კომუნიკაციას ამყარებენ მერე თუნდაც ფიქრებში არა მარტო აი შეიძლება ვერბალურად საერთოდ არც გამოთქვან, მაგრამ ბევრს უთქვავს, ჩემ თვალწინო თქვავთ, საკუთარი თავი შეუფასებიათ, აი თუნდაც რაღაცა სარკეები ხო გვაქვს ჩვენ ზუმბას სავარჯიშო ოთახებში და აი რო ჩაუხედე, ისეთი ეპითეტებით შეუფასებიათ საკუთარი თავი არასასურველი ეპითეტებით და მაშინ ხვდები ხოლმე, რომ ადამიანს სანამ ადამიანი დაიწყებს ჭარბი წონის მოშორებას, მანამდე პირველ რიგში საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა დააბალანსოს. პირველ რიგში. იმიტომ რომ ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში ქალებს აქვთ ხოლმე. აი რა თვლის ზუმბა ქალის ფსიქიკაში ენერგიას თუ თვითშეფასებას? ყველაფერს, ჩემო ძირფასო, აი ყველაფერს რაც ჩამოთვალე. თვითშეფასებასაც გიზრდის, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, გარდა იმისა, რომ ესე იგი შენი ფორმები იცვლება, მაგას თავი დავანებოთ. კოგნიტური უნარებიც უმჯობესდება, შენი კონცენტრაციის უნარი უმჯობესდება, უფრო და უფრო მოგწონს იმას, რასაც აკეთებ და უბრალოდ გიყვარს იმ პროცესში შენი თავი. იმიტომ რომ აი ზუმბა და არა მარტო ზუმბა, ყველა ეგეთი აქტივობა, რომელიც მუსიკასთან, ცეკვასთან, მოძრაობასთან არის დაკავშირებული, გამყოფებს აქ და ახლა. ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აი სხვაზე არაფერზე აღარ ფიქრობ. აღარ ფიქრობ თუნდაც იმაზე, რომ შენ რაღაცა ვიღაცის სტანდარტებში არ ჯდები, თუნდაც ვიზუალურად, ანუ თითქოს გეხმარება, რომ საკუთარი თავი მიიღო. რა არის ყველაზე ხშირი პრობლემა, რასაც ქალებში ამჩნევ და როგორ ეხმარება მოძრაობა? როგორც აღნიშნე, აი ფაქტიურად მანამდე გამოვიდა რომ გაგეცი პასუხი, აი გარის საკუთარ თავთან სწორი კომუნიკაცია არ აქვთ და საკუთარ სხეულთან აქვთ თითქოს დაკარგული კონტაქტი. და ეს ძალიან შესამჩნევია ხოლმე ვარჯიშის პროცესის დროს და სწორედ ამის აღდგენა ხდება და ჯანსაღი კომუნიკაციის აღდგენა ხდება ზუმბას ვარჯიშების დროს. აი რა განსხვავება აქვს ონლაინ და ოფლაინ ვარჯიშს? რა უნიკალური უპირატესობები აქვს ონლაინ ფორმატს? კი ბატონო, ეხლა მოგახსენებ. რა თქმა უნდა, როდესაც ესე იგი ფიზიკურად იქ ხარ, მოვარჯიშე, ვარჯიშის დროს, კიდევ უფრო სხვანაირი განცდა, კიდევ უფრო კარგი განცდაა ხოლმე. მაგრამ იცი რა არის აი პლუსებს და მინუსებს რო ვისაუბროთ,
ონლაინს მაგალითად ის პლუსი აქვს, რომ ბარიერები აბსოლუტურად შემცირებულია. არცერთ წასვლა არ გიწევს, საცობებში სიარული არ გიწევს. ჩართავ კამერას, ივარჯიშებ და მშვიდობები შეხვალ აბაზანაში მოწესრიგდები. ანუ ეს პლუსია. ავარ დავაგვიარო დაი. კი, თუნდაც ის რომ კომპლექსი მაგალითად ბევრ ქალს როგორც გითხარი კომპლექსი აქვს და იქ ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში ონლაინ ზუმბას მხოლოდ ქალბატონებისთვის ვატარებ და მაგიტომ შევქმენი ზუსტად მხოლოდ ქალბატონებისთვის კომფორტული გარემო იყოს, იმიტომ რომ ზოგს როგორც აღნიშნე, მამაკაცების მზერის კომპლექსიც კი აქვთ ხოლმე, წარმოიდგინეთ და ეს მნიშვნელოვანი ნიუანსებია, ბევრი ამაზე არ საუბრობს, მაგრამ საქართველოში არის იმის პრობლემა სხვათა შორის, რომ ზოგს ოჯახის წევრი ყავს მაგალითად ისეთი, რომელიც დარბაზში არ გაუშვებს. კი. ხო წარმოგიდგენია. კი, და ამაზე არავის საუბრობს, გგონია რომ ეს გადავლახეთ და არ არის გადალახული. მე ჩემს გამოცდილებით გეტყვი, რომ უამრავი кейსი შემხვედრია ხოლმე, როცა ან ქმარი, ან ძმა, მამა, არც ნათესავი, რომ რაღაცნაირად იქ ვერ მიდის, მაგალითად ჯიმში და მოდის იმიტომ აქ, რომ ქალები არიან. ამწუხაროდ. კი. იმიგრანტ ქალებთან მუშაობისას ყველაზე ხშირად რა ემოციურ უკავშირს იღებთ? იცი რა არის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რაღაცა არის, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან შორს არიან და წარმოიდგინე იქ რამხელა ენერგიის ხარჯვა უწევთ, ხო? რაღაც ისეთი უნდა ალბათ შესთავაზო ადამიანმა, რაც იმათ ყოფიერებას შეუმსუბუქებს და გაახალისებს რაღაც ცხოვრებას უფრო გადაუხალისებს და მე ვფიქრობ, რომ ზუმბამ ზუსტად ეგ პლატფორმის შექმნის საშუალება მომცა, რომელიც სადაც განტვირთვას მოახდენენ, იმიტომ რომ როგორც წესი და ქართველ ქალებს ეს პრობლემა არის, რომ აი საზღვარგარეთ სამუშაო წასული დედები, შვილებიც, დებიც, ანუ განსაკუთრებით ივიწყებენ ხოლმე საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნვას. საკუთარი თავი ავიწყდებათ და მე პირიქით აი ამისკენ მოუწყდებ ქალებს, რომ ანუ არ შეიძლება ვერავისთვის ვერ იქნება ადამიანი, ჩემი ამასაც პირადი გამოცდილებით გეტყვი, ვერავისთვის ვერ იქნება პროდუქტიული და სასარგებლო ადამიანი, თუ იმ ადამიანს არ უყვარს საკუთარი თავი. თუ შენ გინდა რომ რაღაც შენი რესურსი არ ამოიწუროს, პირველ რიგში შენ უნდა მისცე იმხელა სიყვარული საკუთარ თავს და მსრუნველობა, რომ ეს რესურსი არ იყოს ამოწურვადი, ანუ ენერგია, რომელსაც გასცემ მე სხვებს. და ეს ხშირ შემთხვევაში აი რაც ძალიან როგორ თქვა მანკიერი შეიძლება იყოს ტრადიცია გვაქვს, რომ აი რაღაც თავგანწირვა იციან ზედმეტად იქ, სადაც არ შეიძლება. იმ შვილისთვის ზუსტად და იმ ოჯახის წევრებისთვის უნდა გააკეთოს ზუსტად ისე, რომ შენ თავი დიდხანს და ჯანმრთელად ყავდეს და ეს პირდაპირ კავშირშია თუნდაც ჩვენს ჯანმრთელობასთან ჩვენი ფიზიკური აქტივობა. არიან გადართულები შვილებს აი ფულის გაგზავნა და აი რაგეთი პლატფორმა. კი და აი მიმართავ აქედანაც შენს მსმენელს ვინც რაიონში ცხოვრობს, არა მარტო ემიგრანტები, შეიძლება რაიონშიც არ აქვთ დიდი არჩევანი და მაგიტომ მაგალითად არ არის. რომელ რაიონში ცხოვრობ? ვანი. ხო, აი თუ არ არის მით უმეტეს ძალიან მაგარი იქნება, რომ აი ამაზე ინფორმაცია გქონდეთ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, აი პატარ-პატარა ნაბიჯებით რო შექმნია ამ ფონდს, რომ მოთხოვნას გააჩენ, ჯერ გაჩნდება ონლაინზე მოთხოვნა და მე შეიძლება იმხელა მოთხოვნა გაჩნდეს, რომ ხო, იქაც მე მოეწყოს უკვე ფიზიკურად, ხო? მარტო ემიგრანტებზე არ გეკითხება. არა, მარტო ემიგრანტებზე არა, აი ზუსტად დიასახლისებზეც, რომლებიც ხედან და ვერ ახერხებენ ხშირად სახლიდან გასვლას, ასევე როგორც აღნიშნე რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, ძალიან ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურ სარგებელს მოიტანს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს პროექტი და ძალიან კარგი საკეთებია ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ სხვათა შორის
ასეთი როგორ თქვა შეიძლება ითქვას გადახვევა იქნება ამ თემიდან, მაგრამ ნუ რომ მკითხო ახლა რითი ვისურვებდი რომ გამხდარიყავი ცნობილი, ვისურვებდი რომ აი ამ როგორ თქვა პროექტით, ჩემი პროფესიით, მაგრამ რადგან სამყარო მესეინება და გავხდი როგორც გავხდი, იცი რა არის ყოველთვის რაღაცაში მე მაქვს ეს თვისება, რომ ვცდილობ ხოლმე რომ სამყარო რაღაცას მომცემს. ისე ვცდილობ ხოლმე რომ დაუბრუნო სამყაროს ეს ენერგია, რომ სხვისთვისაც სასარგებლო გახდეს ეს ჩემი რაღაც უკავშირი სამყაროსთან და რატომაც არა გავხდი ცნობილი და ეს ცნობადობა შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან კარგი კუთხით და ვინ თუ არა ქალები უნდა გავაძლიეროთ. ქალები ჩემი აზრით რაც უფრო მეტად იქნებიან თუნდაც პოლიტიკაში და უფრო საზოგადოებრივ აქტივობაში ჩართული ქალებზე, აი რა ვიცი, როგორ გითხრა, ძლიერი კაცებმა არ მიწყიდოთ, მაგრამ ანუ განსაკუთრებით საქართველოში ვფიქრობ, რომ ქართველ ქალებზე და წეგან ემიგრანტებიც ვახსენეთ, ხო? უნდა აღინიშნოს, რომ ანუ ქვეყანა გადარჩა ქართველი ქალი ემიგრანტების წყალობით. იმიტომ რომ კაცები ვერ ახერხებდნენ, ხო, რატომღაც. იცი რა არის? მაგაზე რთულია საუბარი. მედალს ორი მხარე ძალიან რთულია. არ მინდა რომ მამაკაცები გავანაწყება, იმიტომ რომ მამაკაცებიც საკმაოდ ძლიერები ყავს, უბრალოდ მე იმიტომ აღნიშნე საზოგადოებრივ აქტივობაში ქალების ანუ მნიშვნელობაზე, იმიტომ გავუსი ხაზი, რომ ქალი უფრო არის ფიქრობ მშვიდობის მოყვარული. მამაკაცი უფრო ემოციური, მამაკაცი უფრო იმპულსური და ქალები უფრო არიან მშვიდობის მოყვარულები და თან ქალი არის დედა. არ აქვს მნიშვნელობა პოტენციური თუ ანუ დედა არის და ის სხვანაირად უფრთხილდება ჩემი აზრით ადამიანის სიცოცხლესაც. ისე მქონი. სტერეოტიპები ქალი არის სუსტი, და ეს არის ძალიან ძლიერი. გაბედვას ალბათ გამეორდები და სიახლეების შიში. საზოგადოებისგან წნეხი ხო ეს რაღაც განკითხვის შიში შვილებისგან შეიძლება ზოგჯერ არის ხოლმე რომ მაგალითად რა დროს ჩემი ეს არის რომ აი ჩემი შვილი რა სიტყვის და ჩემი ქმარი ხო ესეც სანათესო მეზობლები რა სიტყვის კი აი მე კიდე მინდა რომ ჩემი ოცნება არის რომ იმდენად დიდი დოზით იყოს ინფორმაცია ამ ყველაფერზე საზოგადოებაში თუ რა სარგებელი აქვს უმბას რომ პირიქით აი ადამიანები აქეთ ეძებდნენ ხო აი ამ სივრცეებს სადაც შეძლებენ რომ ადგნენ და ივარჯიშონ და აი ეს რაღაცნაირი განტვირთვა და საკუთარი ცხოვრების გადახალისება შეძლო ეხლა ეს თემა ვერავით კი არა არც ავაროთ არ არის მოულოდნელი უკვე ხვდები რა თემასაც უნდა შევეცდო სოფილორების ლეგენდარული ოჯახი და გამოცდილება ჩემი გოპროს ახლა ვყვებოდი რომ აუ რა მაგარია რომ სოფილორიებს დაურეკოს მეთქი იცი როგორი რაღაცა არის აი ბევრ ადამიანს აქვს ხოლმე ეხლაც რა თქმა უნდა ესეთი რეაქცია რომ აი მარიამ როგორ შეძელი რომ შეხვედი ასეთ ოჯახში ანუ ძალიან დიდი ისტორიის მქონე ოჯახში და შენ რაღაცნაირად ეს ყოჩაღად გიჭირავს თავიო აი ესეთი კომენტარები ხშირად ანუ იცი რა არის მე ვფიქრობ რომ სამყარო ამისთვის ალბათ იმიტომ მოხდა ეს ჩემ ცხოვრებაში, რომ იგრძნო სამყარომ, რომ ამისთვის მზად ვიყავი. ოღონდ ეხლა ამას ხო ვერ წარმოვიდგინი ვერც მე, მაგრამ მე ვამბობ ემოციურ დონეზე. და რას გულისხმობ ამაში გეტყვი. ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ რაც გვინდა სამყაროსგან. იმას შეიძლება ვიოცნებოთ ბევრი, მაგრამ არ მოვიდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოდის შენ ცხოვრებაში შედის ასრულელი მაშინ, როცა ამისთვის ხარ ემოციურად შემზადებული. ვერ გეტყვი ახლა როგორ მოხდა და რანაირად რომ ამ ყველაფრისთვის მზად აღმოჩნდი, მაგრამ ფაქტია რომ
ანუ ამ ყველაფერს ახლავს გამოწვევები და უნდა ვთქვა ხა თავი შევიქო, რომ ანუ ხო, რაღაცნაირად ვართმევ ყოჩაღად თავს, იმიტომ რომ არ ყოფილა მარტივი, ერთ დღესაც რომ გაიღვიძებ და ცნობადი ხარ ელიფსოფლიოს ხო, ანუ ეხლა უკვე სოფლიოს მასშტაბით შეიძლება ითქვას, გადაიცა ჩვენზე რაღაც რეპორტაჟები იტალიის ძალიან ცნობილმა არხმა გააშუქა რაიონომ, იქ ესპანეთში ჰოლამ დაბეჭდა, ანუ არის ძალიან როგორ ვთქვი, რეზონანსული ამბავი და სხვათა შორის იმ დღეს მომიწია გავლა ერთ-ერთ ბაზარში. და რომ გონია იქ ხალხი ხა, მაინც როგორი მომენტია, იცი რომ იტალიაში. არა, საქართველოში. და კი ხა როგორ არა ცნობენ ზოგადად, მაგრამ რაღაცა ეს ხალხი რომელიც იქ შრომობს, არ გგონია რომ ამისთვის შეიძლება იცლიდეს რა და იმხელა სიყვარული, იმხელა სითბო გამოხატეს ამადა. თან არის ძალიან გულწრფელები ეს ადამიანები და აი ისეთი პოზიტიურ დადებითი ენერგეტიკით წამოვედი იქიდან, მეთქი კიდე გამოვალ თქვენთან, იმიტომ რომ როგორი მომენტია, იცი რომ აი ეს ცნობადობას ბევრჯერ ალბათ გექნება ეს რაღაცა შაბლონურად შეფასებული ეს ფაქტი, რომ აი პლუსებიც ბევრი აქვს, მინუსებიც და მეც უნდა გავმეორდა, იმიტომ რომ მართლა ბევრი პლუსი აქვს და ეს პლუსი რომ ადამიანებსგან უდიდეს სიყვარულს იღებ, მაგრამ მეორეს მხრივ ჩემნაირი პლიზერი ადამიანისთვის, ან რომელსაც აი უჭირს თითქოს ზოგადად უარის თქმა რაღაცებს. ეხლა კი ვისწავლე რაღაცებს უარის თქმა, ანუ მაინც აი რომელიც ცდილობს რომ არავის არ აწყენოს ასე შემდეგ, რთული არის თუნდაც მესიჯები რომ ინბოქსი გადავსებული. ხო, ანუ არ გინდა რომ ვინმე გამოტოვო თუნდაც, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ეს რა. წერე მეგონა აი ნახავდი რა, მეგონა რომ ვიცოდი პირველ. აი ხო, არა. მე ალბათ როგორ გითხრა ჩემთვის ყოველი მესიჯი იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანების მხრიდან გამოხატული. ყველას ფიზიკურად ვერ პასუხობ ხოლმე, მაგრამ აი ეს ერთი გული მაინც რომ დავუსვა, უკვე მშვიდად ვარ ხოლმე, პატარა გული კი რომ დავუწერე, უკვე მშვიდად ვარ ხოლმე იმ კუთხით, რომ არ დავტოვე უყურადღებოთ რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის უკავშირი. ხო და ამ თემაზე ხო. შენ მართლა ისე საოჯახო სივრცეში მოხდი, სადაც სოფი ლორენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. როგორია ცხოვრება ასეთ გარემოში? ზოგადად ძალიან ტრადიციების მოყვარული ოჯახი არის. ერთი ორი სიტყვით ესე რომ შევაფასო, როგორი არის ძალიან კომფორტული და მყუდრო. რაც და სტაბილური, მე მიყვარს ზოგადად კირჩხიბი ვარ, ზოდიაქოთი და მიყვარს სტაბილური მყუდრო გარემო. რომელი ზოდიაქო და თხის რქა. და სხვათა შორის მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე რაღაცა ბედრო რაღაცებს ვენდობი, მაგრამ ასტროლოგმა მითხრა რომ ჩვენი ურთიერთობა უნდა შემდგარიყო, კარმული ურთიერთობა არისო. ხო და სხვათა შორის უნდა შევეხო ამ თემასაც დედაჩემიც იყო თხის რქა და ერთ დღეს აი რატო არ ვიცი, უბრალოდ აღმოვაჩინე რომ დედაჩემი რაც ანუ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან ეს მზრუნველობა, აი რაღაც სხვანაირი მზრუნველობა უსაყვარლესი მამიკო მყავს, უსაყვარლესი ძმები, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, იცი როგორი მომენტია? როცა ამ ხალ დანაკარგის დედა რო გარდაიცვალა, ამ ხალ დანაკარგის მერე მაინც ესეთი ტრაუმით დავრჩით ხო ყველა, ხო? რთული არის ის, რომ თუნდაც შენი რაღაც აი ტკივილით გარშემო ყველა შეაწუხო და ცოტა ის ფარი მაქვს გაკეთებული, რომ ვითომ არაფერი. აი ვითომ არ ფიქრობ და რაღაც ეს მომენტი მაქვს და მაგიტომ ანუ იმ დანაკარგს, იმ მზრუნველობის დეფიციტს შეიძლება ითქვას, აი სულ განვიცდი სადღაც რა გულის სიღრმეში და მე იმ დღეს აღმოვაჩინე, კალოც ხო თხის რქა და დედიკოც თხის რქა იყო და აღმოვაჩინე, რომ ანუ რაც ამდენი ხნის მანძილზე ძალიან დიდი დეფიციტი იყო და მაკალდა ხო აი გულის სიღრმეში რაღაცნაირად ისევ აი ზოდიაქოთი რაღაც ხო და ეს რაღაცა სისავსის თითქოს აი ეს მზრუნველობის ის ატმოსფერო ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა კარლომ და ალბათ შემთხვევითი მე მჯერა
რომ შემთხვევით არაფერი ხდება. სოფია ზოდიაქოთია. ახლა მაგაში ჩამჭერი. მგონი ქალწულია თვალწები. ქალწული უნდა იყოს ესეთი. იმიტომ რომ 20 სექტემბერს აქვს დაბადების დღე. ლები დაგიტოვა ამ ოჯახურმა რეალობამ. ოჯახურმა რეალობამ, რაც გულისხმობ, რომ ესეთ ოჯახში მოვიდი? გაკვეთილმა, აი ყველაზე კარგი როგორ თქვა, გაკვეთილი ის არის ალბათ, რომ ყველაზე დიდებული ადამიანები არის ყველაზე უბრალოები. და მაგაში დავწმუნდი, იმიტომ რომ კარლოც ქალბატონი სოფიაც და ზოგადად ეს ხალხი ვისთანაც მომიწია დიდი დოზით უკვე შეხება რამდენადაც თავის საქმეში რენ ძალიან წარმატებულები, ძალიან დიდი ღვაწლის მქონენი, იმდენად უბრალოები არიან და ჩემთვის ეს იყო ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი. და შეიძლება სხვათა შორის ითქვას, რომ აი გარდამტეხი მომენტი, ჩემ და კარლოს ურთიერთობა რაზეც დაშენდა და სხვა შემთხვევაში ალბათ ვერც იქნებოდა, ეს იყო კარლოს უშუალობა, უბრალოება. აი ეს რაღაცა ცოტა ის რო ჭირთ ხოლმე ადამიანებს, ხო იცი, დმაღლობა და ზემო დაუყურება. ესეთ ადამიანებთან კომუნიკაცია ჩემთვის აი გამორიცხულია. ფიზიკურად არა ხო და არ არის კარლო ეგეთი ზუსტად მაგიტომაც მოხდა რომ ჩვენი ურთიერთობა შედგა. და ეს უწყინარი ფოტო გახდა ძალიან კი აი ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა რამხელა ძვრები გამოიწვია მსოფლიო მასშტაბით ხო ანუ საზღვრები საერთოდ წაიშალა ძალიან საინტერესო აი როგორ თქვა იმედია მხოლოდ კარგ შედეგებზე გავალთ. ხო, იმიტომ რომ ცოტა ხელოვნური ინტელექტი სიმართლე გითხრათ ცოტა მაშინებს. ხო, იმდენად ჭკვიანია. ხო, ზოგადად ტექნოლოგიების არასდროს შემშნებია, მაგრამ აი ცოტა ბოლო დროს რომ მომიწე რაღაცა თემებთან დაკავშირებით, შეხება ხელოვნურ ინტელექტთან ცოტა რაღაცეებში. მაინტერესებს. ხო, და ისეთი რაღაცები მითხრა. ხო, ცოტა ანუ ისეთია საფრთხილო თემა, ვფიქრობ ადამიანების შესაძლოა ქალბატონობის თავის ოჯახსა არიან უბრალოდ შენი შვილი ისე კარგად მიიღო თქვი ძალიან კარგად და დემეტრე აი არ ვიცი მოკლედ დემეტრეთი მოიხიბლა ძალიან და დემეტრესაც ძალიან უყვარს ქალბატონი სოფია და ჩემი ბებია და საყვარელია დემეტრე არის ჩემი ცხოვრების რა თქმა უნდა ყველა დედისთვის თავისი შვილი შეიძლება ითქვას რომ თავარი სიხარულის წყაროა ხო და დემეტრე ამბობს ჩემი ბებია და ქალბატონი სოფიაც ამბობს მონუსხა შეიძლება ითქვას მონუსხა და ძალიან კომუნიკაბელური ბავშვია და ძალიან აი ესეთი თბილი და შეიძლება ითქვას რომ მართლა თავისი შარმით არა მარტო სოფიას ფოთაშორის იტალიელები სახეობაც უნდა ხო მეგონა დავოთ იცი როგორ არის უნდა თქო და ეხლა ამ ეტაპზე ამ პროფესიის მიმართულებით რამე გეგმები აქვს თქო 11 წლის აი და ფიზიკურად ჯერ ვერ იქნება ესე ჩამოყალიბებული მაგრამ აი როგორც გითხარი ისეთი კურთხევასავით მიიღო ქალბატონი სოფიასგან რომ ალბათ გექნება ჩემს ინტერვიუში მოსმენილი მაგრამ მაინც გავაჟღერებ შენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რომ როცა ეს პრიზი ეს ოსკარის ჯილდო დაიჭირა დემეტრემ ქალბატონმა სოფიამ უთხრა რომ ვინიც ერთ დღეს შენ წაიღო ესეთი ჯილდო და რაღაცნაირად იცი რა არის ზოგჯერ სამყარო ნიშნებს გვაძლევს და ვინიც ის ესეც ერთგვარი ნიშანი იყოს უბრალოდ აი ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი არის რომ ჩემი შვილის გადაწყვეტილებაში არ ჩავერევი უხეშად მე უბრალოდ ვთავაზობ ხოლმე ამა თუ იმ ვარიანტს თუ მოწონს მე ის აქტივობა აგრძელებს თუ არა და სხვათა შორის კარლოს არაერთი თხოვნის შემდეგ მივიყვანე თეატრალურ წრეზე იმიტომ რომ კარლომ არაერთხელ აღნიშნა რომ ამ ბავშვს აქვს ნიჭი და მიიყვანე და სანამ არ მივიყვანე მოკლედ არ მომასწორდა ხო და მეც რაღაცნაირად დახმარებით ხო და ვინც ის რა იქნება საომალოდ შეიძლება
არაფერი გამორიცხული, რაც უფრო თამამები ვართ ჩვენს ოცნებებში. ეხლა მაინტერესებს რა შენ მართლა ესეთი ახლო კავშირი გაქვს ქალბატონ სოფიისთან. როგორია მისი პირადი ენერგია ის იგივეა რაც ეკრანზე? იცი როგორ არის? ჩემი აზრით კიდევ აი ეს უშუალოდ ურთიერთობა როცა მიწევს ხოლმე, ხო? კიდევ უფრო დიდ აღფრთოვანებას იწევს ხოლმე. იმიტომ რომ სხვა არის კიდევ ოჯახურ გარემოში, როდესაც გიწევს ადამიანთან ურთიერთობა და ესე დიდებულ ადამიანთან და რა თქმა უნდა ძალიან ქალური. აი 91 წლის ასაკში რომ იქნები ისევ ქალური, ისევ რაღაცნაირად ეს გრაციოზული და რა თქმა უნდა ეს არის ჩემი არა მარტო ჩემთვის, მთელი მსოფლიოსთვის ქალის ეტალონი და გულწრფელად მიამაყება რომ ასეთი ადამიანის და ასეთი ადამიანის გან აღზრდილი შვილის ოჯახის წევრი გავხდი და ხო ანუ მეც ზოგჯერ მგონია ხოლმე რომ ეს ჩემ თავს ხდება მქონია ხოლმე არაერთხელ ეგეთი კი იმიტომ რომ ახლა გონებას ჭირდება რაღაცებთან ადაპტირება, ადაპტაცია არ არის ხოლმე მარტივი. უცბად ხო, ანუ არ არის ხოლმე მარტივი, რომ უცბად გაიაზრო გონებას ჭირდება ხოლმე დრო რა თქმა უნდა. ბოლო თემა გვაქვს ქორწინები იტალიურად. ალბათ შეხება ქალბატონ სოფიის. ქორწინება იტალიურად ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ფილმია სოფი ლორენის კარიერაში. თქვენთვის ეს ფილმი რითაა გამორჩეული? იცი რა არის ზოგადად ქალბატონი სოფია რომელ ფილმებშიც თამაშობს ყველგან არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ნიუანსი არ აქვს მნიშვნელობა ტრაგედიას თამაშობს ხოლმე თუ პირიქით რაღაცა კომედიას ყოველთვის არის ხოლმე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი რომ თავის ქალურობას ამ ელეგანტურობას არც ერთ ეპიზოდში არ კარგავს ეს არის ჩემთვის საოცარი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის თუნდაც ეს ფილმი, იმიტომ რომ აქაც გამორჩეულად განასახიერებს ქალს, რომელიც აი რეალურ ცხოვრებაში ჩვენს გარშემო შეიძლება შეგხვდეს და ძალიან მომწონს სხვათა შორის კიდე ერთი დეტალი ქალბატონი სოფიას განსახიერებულ როლებში, რომ ყველა როლი არის თითქოს აი ქალი რომელიც იბრძვის ქალი რომელიც რაღაც სტერეოტიპებს ამსხვრევს ქალი რომელიც იმარჯვებს ხო, ეს ფილმიც ჩემი აზრით ამიტომ უფრო არის როგორ თქვა, გამორჩეული, რომ ანალოგიურად ამ ფილმშიც ეს ყველაფერი კარგად ჩანს. აი რა შეუძლება ეს ფილმი თანამედროვე ქალს და მამაკაცს ურთიერთობაში მოთმინებაზე, სიყვარულზე თუ თავგადასავალზე? ალბათ უფრო თავგადასავალზე, ხო, უფრო თავგადასავალზე და ალბათ იმაზე, რომ ცხოვრებაში არასდროს არ უნდა თქვა არასდროს. ეხლა შემაჯამებელი კითხვა და დაგისვა. რა არის ის ერთ-ერთი რამ, რაც გინდათ რომ სმენელს ამ საუბრიდან ყველაზე მეტად დარჩეს? ალბათ ის რომ დაუბრუნდები ისევ პირველ თემას, ის რომ საკუთარ სხეულზე, საკუთარ თავზე იზრუნონ და ისევ იმიტომ იზრუნონ, რომ იყვნენ პროდუქტიულები საკუთარი გარემოცვისთვისაც. იმიტომ რომ ხშირად ამას თავდადებას არ ქმნიან ადამიანები, რომ მხოლოდ სხვაზე ზრუნავენ და საკუთარ თავზე არა და ამით სხვასაც აზიანებენ და საკუთარ თავზეც. შემდეგ მადლობა კიდე. მადლობა შენ, სასიამოვნო. სხვათა შორის უნდა აი სადამ დავამთავრებთ, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო შეკითხვები იყო ხათ. და აი არ მოვიწყიდე რაღაც ძალიან მარტივად და აი რაღაც წყალივით წავიდა ჩვენი ინტერვიუ. კარგად ის. ღიმილი არ მოგშარდა ის თამამოწონა. ძალიან მიყვარს როცა ანუ როდესაც ჟურნალისტი არ არის მხოლოდ ჟურნალისტის როლში, ახლა როგორ გესაუბრე, როგორც მეგობარს ალბათ გავესაუბრებოდი.
და მეორე არ მოგაყარე კითხები და შემდეგ იტალიაში გელოდებით ბატონ კარლოსთან და იქნებ ჩამოვიდეს ქალბატონი სოფიაც. ხო, რაც შეეხება ქალბატონ სოფიის ჩამოსვლას, მაგაზე ცოტა ისეთი პასუხი მაქვს, რომ გამომდინარე იქიდან რომ უკვე ასაკშიც არის, ხო. თავს ვარიდებთ ხოლმე ძალიან დიდ დისტანციაზე რომ მაგალითად შევაწუხოთ და დიდ დისტანციაზე რომ იმოგზაუროს. ხო, სხვა კუთხით, არ ვიცი, კარლო რამდენად დამთავრდება, იმიტომ რომ დიდად არ უყვარს ხოლმე სიმართლე რომ გითხრა ინტერვიუები, არ გიждდება, მაგრამ მოკითხოს აუცილებლად გადავწევ. მადლობა პირიქით, დიდი. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. ასევე იყოს 2026 შენთვის კიდევ უფრო გამორჩეული, იმიტომ რომ 2025 იყო ყველაზე მაგარი წელი შენ ცხოვრებაში და გაიხარე უღრმესი მადლობა და ასევე წარმატებებს ვუსურვებ შენს გვერდს და გისურვებ რომ შენი ოცნებების ახდენის წელი მოსული იყოს ასევე. მადლობა დიდი და შენს გაბედის უბასაც დიდი წარმატება და უღრმესი იყოს ფართომასშტაბიანი. მადლობა ფიტნეს ზუმბას ინსტრუქტორი და ვერავწდებით. სოფი ლორენის ცალი მარიამ შარბანაშვილი იყო სტუმრად საზოგადოების ხმაში YouTube-ზე. ერთი კვირი დაგემშვიდობებით.